მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. როგორ ბრძანდებით მე ცოტა კარგად არ ვარ, ცუდად არ ვარ, კარგად არ ვარ უბრალოდ. რა ისეთი რაღაცები მოხდა ცხოვრებაში, რომ მე და მაფიამ ერთმანეთი გავყავით რა. საბოლოო ჯამში ეგრე დაალაგდა, რომ იქიდან წამოვედი და ახლა რაღაცების ძებნაში ვარ რა. ცოტა ის იყო. ანუ მოულოდნელი არ იყო, მოსალოდნელი იყო რაც მოხდა. პროსტა რის გამო და რატო მაგაზე ლაპარაკს არ დავიწყებ. მე რამდენადაც უნდა მინდოდეს მეორე მხარეც არის მანდვისაც. არ უნდა მაგაზე საჯაროდ საუბარი და აქედან გამომდინარე ეგრე გადავწყვიტე რომ არ ვილაპარაკ, მაგრამ ნუ ეგ არაფერი პრობლემა არ არის კაც რაღაცას. როცა რაღაცა ნეგატიური ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ხო, მაგას ყოველთვის მოყვება რაღაცა ახალი და ეხლა მაგ ახალს ველოდები და გავიბრძოლებ როგორც ყოველთვის ვიბრძოდი მთელი ცხოვრება რა. რასაც დავაკვირდი, ჩემი ცხოვრება ყოველთვის ეგეთი იყო რა. ავდიოდი, მე დავენარცხებოდი, მე ისე თავიდანო. ხო და ეგ არის აშკარად ცხოვრება რა, მეტი არაფერი არ არის რა. პროსტა ერთი იმის თქმა მინდოდა, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი არის ისეთი, ვინც ხშირად დადიოდა და მაგ ადამიანებს ნორმალურად ვერ დავემშვიდობე რა. არის ვიღაცები ვისთანაც მექნება ყოველდღიური კონტაქტიც კი. მაგრამ არის ვიღაცები ვისთანაც ესე ყოველდღიურად ძალიან ახლოსაც არ ვიყავი, მაგრამ ძალიან მიყვარდა ეგ ხალხი რა. ხო და მაგათ მინდა რომ ბოდიში მოვხადო რა. ქორწილიდან რო ლამაზი სურათები წამოვიღეთ, ეგ განახეთ, იქ მაქვს ჩემი და ლენკას სურათი. უსაყვარლესი სურათი არის ჩემი პირადი მოსაზრებით. შეიძლება ვიღაცები სხვანაირად ფიქრობდეთ, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ეს სურათი. მადლობა სოსოს კიდე ერთხელ და ეს საერთო სურათი არის. ესა ამასთან ყველაზე ახლოს, ესა ჩემი ზაღაკაცი. ეს ყველაზე სიმპათიური კაცია, როგორც ციკო იძახის. ხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ნუ წამოვედი და არაფერი პრობლემა, წამოვედი გამომიშვეს, მაგას არ გეტყვით რა, ანუ რა აზრი აქვს, მაგას არსებითი მშობა არ აქვს რა. ვინ დგავს ნაბიჯს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგრე დაალაგდა რა. ცოტა ან მაგ ფაქტის გამო არ გვიძნობ თავს ცუდად რამდენადაც სხვა რაღაცების გამო რაც მოხდა რა. ანუ ცუდად არ დავშორებული ვართ ერთმანეთს, ანუ ერთმანეთი არ შეგვიზღებია ჩემი აზრით, რა ვიცი, მე არ შემიზღებია ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მიყვარს ის ხალხი, რა თქმა უნდა და ჩემი ცხოვრების ერთი წელი მაგათთან ერთად შრომაში ჩავდე და პროსტა ისაა, რომ ვიღაცებს რაღაცა ისეთი სიტყვები აქვს ნათქვამი. ბევრი ადამიანია იქ რა, მოკლედ რა მარტივად რო გითხრათ და ვიღაცებმა ისეთი სიტყვები თქვეს თან ჩემთან არა, რომ ცოტა გული დამწყდა. მაგრამ ეს გულდაწყვეტა შეიძლება ჩემი გამოწვეულიც შეიძლება არა, ჩემი გამოწვეული არის რა, ანუ მე რაღაცები სწორად ვერ გავაკეთე, ფაქტია რა. და იმის მაგალითად რომ ყველაფერი ეს გამოსწორება რომ დავიწყე, უკვე გვიანი იყო შეიძლება რა. ანუ ყველაფერი რომ გამოვასწორე, ეგ არ იყო საკმარისი შეიძლება. ხო, ნუ მაგას არსებითი მშობა არ აქვს რა. საბოლოო ჯამში ახლავს ზივარ ესე. და ვფიქრობ, რომ ისევ სპორტული კონტენტი დავიწყო რა. იმიტომ რომ ჩემი ორი ჰობი მაქვს დედამიწაზე, მაფია, რომელიც ჩამომერთვა და სპორტი. სპორტი არის ის, რაც ყოველდღიურად ტვინში სისხლს მიჩქარებს რა და მაცდის რომ რაღაცა ადამიანად ვიგრძნო თავი. და გუშინაც ეს ორი დღე არის რაც ეს ამბავი მოხდა და ბოლო ორი დღე არ ვიდეოებს ვდებდი იქიდან რა და არ გეგონოთ რომ ისევ იქ ვარ პროსტა იმიტომ რომ ჩემს მაგაც და მირეგა და აბა რა ის წამოხვედი. ხო და არა ის იქ აღარ ვარ, უბრალოდ იქ მქონდა გადაღებული ერთ დღეს გადავიღე რომ მარტივად ის ყოფილიყო რა. ცოტა მოდეპრესიო სიტუაციაა. მაგრამ ყველაფერს გადავიტანთ, ყოველთვის ვიფიქროთ ეგრე, რომ ყოველთვის ყველაფერს გადავიტანთ, თორე დაგვერხება რა, აზრი არ აქვს, ნუ რა აზრი აქვს. ისე, სხვანაირად აზრი არ აქვს. სამსახურის შოვნას რა უნდა ამ ქვეყანაში მომენტ, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მინდა რომ შევეხო რა, მაინც საბოლოო ჯამში ალბათ შეიძლება შევეხო და არ ვიცი, რას ვიზამ არ ვიცი. ჯერჯერობით იმას ფიქრობ, რომ რაღაცა გავაკეთო მხოლოდ რა.
მაგრამ სამ რაღაც გაკეთებას დავიწყებ, იქამდე მინდა რომ ტვინი გავინეიტრალო რა, იმიტომ რომ ტვინი თუ არ განეიტრალდა, ახალი რაღაცის დაწყებაზე ძველი ფიქრები რომ მოყვება, შეცდომები მოყვება აუცილებლად რა. წარსული გამოცდილებით გეუბნებით ამ ყველაფერს. ერთი ადგილიდან მეორეში უცებ მიდიხარ, სიტუაციისთან შეგუება გიჭირს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება 3-4 დღე პროსტა ღრმად ვისუნთქო და ეგრე ვიცხოვრო რა, მეტი არაფერზე არ ვფიქრობ ახლა რა. და მინდოდა რაღაც კარგი იდეები მქონდა თქვენთვის მოსაყოლე მითოლოგიაზე, იაპონურ მითოლოგიაზე და ბერძნულზეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან კაი არქივი პოვე, სადაც ძალიან კარგ რაღაცებს დებენ რა, მომეწონა რა მაგათი კონტენტი და მეც ვფიქრობდი რომ ამაზეც ვისაუბრებ თქო რა. ესე შენით რომ მოიფიქრო 100 მე რამდენი 117 დღე არის მე მგონი. ყოველდღიურად შენით რომ ფიქრობ ვიდეოს იდეას და აზრს, ხო, ცოტა რთული არის, ცოტა კი არ ძალიან რთული არის და ვიღაცები ამას ხედავთ, ვიღაცები ვერ ხედავთ, ეგ არ არის პრობლემა. მთავარია რომ ვიღაცებს ისაც გისწორდებათ ეს ყველაფერი. ისევ აქ ხართ. იმ დღეს ξენს მეუბნებოდა რომ აი ეგეთ დაუმონტაჟებელ პროსტა რო ვიდეო დევს და შენ რაღაც ცხოვრობ და მაგას იღებ და დებო და მაგას აქვს დაუშვათ 300 და 400 ნახო, ეგ იმას ნიშნავს რომ 30000 და 40000 იქნებოდა რომ დაგემონტაჟებინებოდა. მაგას წვართალია, თან თამბნეილს მე არ ვაკეთებ და თეგებს მე არ ვწერ და ისე თავისით ვისაც უნდა ვინც რთავს წარმომიდგენია რამდენად კარგი ადამიანები ხართ რა. ეხლა ვფიქრობ ამ დღეებში სადმე გავალ და ვინმე ჩემი გამომწერი თუ შემხვდება და უჯდები და იმას დაველაპარაკები რა, სხვა არ ვიცი რა, იმათთან ხალხთან მინდა კომუნიკაცია მჭირდება ხალხთან, უცხო ხალხთან განსაკუთრებით რა, ძმაკაცებთან და ნაცნობებთან არ არის საკმარისი. უცხო ხალხი მჭირდება ვიღაცები, ვინც სხვა თვალით დამელაპარაკებიან რა და არა ისეთ თვალით რომელსაც რაღაცა გავჩე რა. ჩემთან რაღაც ემოციური კავშირი აქვს. ხო? მეტი დღეს არაფრის თქმა არ მინდა რომ არ მოგატყოთ. ახლა მეორე ვიდეოს გადაღებასაც შევეცდები. თუ გამომევა, თუ არ გამომევა, არ ვიცი, ამას ვიზო. გაკოცეთ. ახლა უფრო მჭირდება ალბათ თქვენი გამომწერები. ეს სპონსორი მარტივად დავითრიო ვინმე. იმიტომ რომ ახლა სპონსორის საჭიროება მაქვს უკვე რა, ანუ ის აღარ არის. ახლა ფიქრობ რომ რაღაცა სამსახურით შეიძლება დავითრიო ახლა. მაგრამ პარალელურად კეთება ცოტა გაჭირდება და მანდან გამომდინარე არ ვიცი რა. ფიქრში ვარ. ალბათ გესმით ჩემი ვიღაცებს, ან არ გესმით. ძალიან მიყვარხართ. მართლა, დედას ვწევ. რაღაცა 500 ადამიანი მაინც თუ ნახავთ ამ ვიდეოს, ჩათვალეთ რომ 500-ს უდიდეს პატივს გცემთ რა. 1-2-ის გამოკლებით ვიღაცები შეიძლება ისე ჩართონ. სხვა ამბის გამო. კარგად.